მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ოცდასამი დღე რჩება არჩევნებამდე. 23 ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სახელმწიფოს მოაშოროს არაეროვნული, არაპროფესიონალური, სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც ისეთ პატრიოტებს, როგორიც ბატონი ივერი მელაშვილია, საპყრობილეში კეტავს. 23 დღე რჩება იმისათვის, რომ დავამთავროთ ოლიგარქიული, ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა ამ სახელმწიფოში და საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნოთ იმედი და ნორმალური ცხოვრების პირობები. 23 დღე რჩება იმისათვის, რომ საქართველო არასოდეს აღარ აცდეს განვითარების გზას. 23 დღე რჩება იმისათვის, რომ ყველა პატრიოტული ძალა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში იმყოფება ერთად, ყველა გაერთიანებულ ძალას მიეცეს იმის საშუალება, რომ თავის სამშობლოს უანგაროდ ემსახუროს და უპირველეს ყოვლისა ის გააკეთოს, რაც საქართველოს მოქალაქის შეკვეთა არის. ზუსტად ამიტომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა ქალბატონი ნატო ჩხეიძე. ძალიან გთხოვთ, შემოხაზეთ ხუთიანი და ხმა მიეცით ქალბატონ ნატო ჩხეიძეს. თუ გინდათ ადეკვატური საავადმყოფოები და სკოლები, თუ გინდათ კორუფციისგან განთავისუფლებული საქართველო, თუ გნებავთ, რომ მივაღწიოთ ჩვენ საგარეო და შიდა პოლიტიკურ მიზნებს, თუ გნებავთ, რომ თქვენი შვილები, ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ ოცნებობდნენ ემიგრაციაში წასვლაზე. ჩვენ ოპონენტებს ძალიან უყვართ იმაზე ლაპარაკი, რომ აი თქვენ წარსულში იდეოლოგიური განსხვავებები გქონდათო. გქონდა. შეიძლება კიდევ გქონდეს მომავალში, მაგრამ სანამ პარტიებში გავწევრიანდებოდით, ჩვენ, ვინც აი ამ გაერთიანებაში ვართ, გვახსოვდა, რომ პარტიულობამდე ყველა ქართველები ვიყავით მხოლოდ და დღეს გაერთიანების და ქართველობის დრო არის. ხმა მიეცით ნატო ჩხეიძეს, იმიტომ რომ მასთანაც არის დაკავშირებული საქართველოს მომავალი. ეხლა მინდა ვთხოვო ბატონ გიორგი ლობჟანიძეს, საამაყო ხაშურელს, აღმოსავლეთმცოდნეს, პოეტს და პროფესორს ამობრძანდეს აქ. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხაშურლებო, ძალიან მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და ძალიან სასიამოვნო მისიაა ჩემთვის დღეს ამ საზოგადოებაში ყოფნა. ჯერ ერთი აი ეს მიდამო თვითონ ეს პარკი, იქით გადაღმა სკოლა, ჩემთვის არის მშობლიური, ფაქტობრივად აქ გავიზარდე და ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის გარდა იმისა, რომ თქვა წინასაარჩევნო შეხვედრა, ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის ჩემი მხრიდან, ვის ვუჭერ მხარს და ვის წარვადგენ და ვისი მხარდამჭერი ვარ ამ შემთხვევაში. ამას გეუბნებათ კაცი, რომელიც როგორც ჩვეულებრივი ამომრჩეველი ხშირად დარჩენილა გაწმილებული სამწუხაროდ ისე აეწყო, ასე ვთქვათ, რომ რაღაცნაირად დიდი იმედგაცრუება მომიტანა ხოლმე ხშირად ცნობიერად გაკეთებულმა არჩევანმა. მაგრამ რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, ვთქვათ, ეს არის ის, რომ თუ კი თქვენ მხარს დაუჭერთ და აირჩევთ ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მაჟორიტარად, არასოდეს გაწმილებული არ დარჩებით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ფაქტობრივად მე ჩხეიძეების ოჯახში არ დავბადებულ ვარ შეიძლება, მაგრამ მთელი ჩემი ცნობიერმა სიცოცხლემ გაიარა ამ ოჯახში, ამ ოჯახთან ერთად, ამ ოჯახის არაჩვეულებრივ მამასთან, დიდ ქართველ მწერალთან, ოთარ ჩხეიძესთან ურთიერთობით და მეც მათ შორის მოვიაზრებდი საკუთარ თავს და მოვიაზრებდი სწორედ იმ ღირებულებების გამო, რასაც გვასწავლიდა ჩვენ ყველას, ქალბატონ ნატოს, ბატონ როსტომს, მეც, ყველა ამ ოჯახის ახლობელს, ბატონი ოთარ ჩხეიძე. ეს ძალიან დიდი მწერალია. მე მქონდა საშუალება ერთხელ ირანში ერთ ირანელ თანამედროვე კლასიკოსს ვაჩუქე ჩემი თარგმნილი ოთარ ჩხეიძის ბორიაყის ფრაგმენტები და ეს კაცი უკვე ლოგინს იყო მიჯაჭვული, ვეღარ დადიოდა ფაქტობრივად, მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს უნივერსიტეტში მომაკითხა და მითხრა, რომ მე ეხლა მივხვდი თქვენ როგორ გადაურჩით საბჭოთა ურჩხულს, იმიტომ რომ თქვენ გყოლიათ ოთარ ჩხეიძე. აი ამ ოჯახში გაზრდილი ადამიანია ქალბატონი ნატო, რომელიც საუკეთესო, იცით რა არის შემთხვევა, როდესაც ბუნება ისვენებს ხოლმე დიდი მამის შვილების შემთხვევაში, ბუნებაო ისვენებს შვილებზეო. ასეთ შემთხვევასთან ნამდვილად არა გვაქვს საქმე, როდესაც
ნატოზე და როსტომზე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო გაგრძელება თავისი მშობლების, არაჩვეულებრივი ქალბატონი მარიამის და ბატონი ოთარ ჩხეიძის და ნატომ ეს დაამტკიცა მთელი თავისი მოღვაწეობით, იმიტომ რომ რასაც კი ხელს მოკიდებს, სადაც იდგება ნატო ჩხეიძე, მე ვიცი რომ ის საქმე აუცილებლად იქნება წარმატებული, იმიტომ რომ ეს არის უერთგულესი ადამიანის თავისი საქმის და თავისი სამშობლოსი. მე ვიცი რომ სადაც არის ნატო ჩხეიძე, იქ არის ორი პრინციპი: ადამიანის ერთი სიყვარული, ორ პრინციპში გამოხატული: ადამიანის სიყვარული და სამშობლოს სიყვარული. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, მოგიწოდოთ რომ შემოხაზოთ ნატო ჩხეიძე და თქვენ არასოდეს არ დარჩებით გაწმილებული და მე იმედი მაქვს რომ ეს ვთქვათ არჩევანი ჩვენ ყველას მოგვიტანს ძალიან დიდ წარმატებას, ჩვენ ქვეყანას მოუტანს წარმატებას. დიდი მადლობა. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩემო მეზობლებო. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი ბედის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ სწორედ აქ, ჩემს ადგილ მამულში, ხაშურის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში დამასახელა საარჩევნო კანდიდატად. მე მადლობელი ვარ თქვენი ყველასი, რომლებთანაც შეხვედრა მქონდა ჩემი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მადლობელი ვარ იმისა, რომ თქვენ მისმენდით, მადლობელი ვარ იმისა, რომ თქვენს გულის ტკივილს მიზიარებდით და რომ ჩვენ ყველანი ერთად ვემზადებით არჩევნებისათვის 31 ოქტომბრისათვის. საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებები ბევრი ყოფილა და ამის მერეც ბევრი იქნება. ამიტომ მე მხოლოდ კი არ გპირდებით, არამედ მე მოქმედებ. და იმისათვის, რომ ჩემი მოქმედება იყოს შედეგიანი, აუცილებელია, რომ შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება. აუცილებელია, რომ შეიცვალოს ივანიშვილის მთავრობა. ქართული ოცნების მთავრობა ისედაც დაშორებულია ხალხისაგან. ხიდია ჩატეხილი მთავრობასა და ხალხს შორის. ამიტომაც არის, რომ ქართული ოცნება საბჭოური მენტალობით მოქმედებს და გამუდმებით იტყუება და ილუზიას ქმნის იმისა, რომ ის ზრუნავს მოსახლეობაზე, ილუზიას ქმნის იმისა, რომ ის ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, თვალნათლივ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა. ლარი გარბის და გარბის. რა მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა. რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე არის სიღარიბე, არის სიღატაკე, რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არის დაუცველობა ჩვენი მთავრობის, არსებული მთავრობის კაპიტულანტური პოლიტიკის გამო. ამიტომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა შევცვალოთ ქვეყნისათვის საზიანო ეს მთავრობა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მოხერხდება ჩვენი ძალისხმევით არჩევნებზე. მეგობრებო, მადლობთ. ოთარ ჩხეიძე ამბობდა, მე მიზანი მაქვს. დიდია თუ პატარა, ჩემი მიზანი მაქვს. ჩემი მიზანია თავის მიწას არ მოსწყდნენ ჩემი შვილები, ჩემი ახლობლები. მიწა წებოა, თაობათა წებოა, წინაპართა და მემკვიდრეთა შემათვისებელი, შემასისხლხორცებელი. მე მიწას ვდარაჯობ, მიწის ნაგლეჯს დავკანკალებ. ამან იცის ჩემი მწუხარებაცა და ჩემი სიხარულიცა. ამაზე მეტად, ამაზე ძალუმად მე ვერაფერი ამამღელვარებს. დიახ, მეგობრებო, მამა ჩემის ეს სიტყვები ჩემთვის ანდერძია. მეც მიწას ვდარაჯობ, მეც მიწის ნაგლეჯს დავკანკალებ. თქვენც მიწას დარაჯობთ, რომელიც საოკუპაციო ზოლის მახლობლად ცხოვრობთ და არ ტოვებთ იმ მიწას. თქვენც მიწას დარაჯობთ, რომელიც ცოტა მოშორებით ცხოვრობთ,
მაგრამ ამუშავებთ იმ მიწას. თქვენს მიწას დარაჯობთ, ვინც ემიგრაციაში ხართ, მაგრამ აძლიერებთ თქვენს ოჯახებს და პატრონობთ თქვენს მიწას. ტკივილიანია ჩვენი ყოფა. და ჩვენ ეს ტკივილი სიხარულად უნდა შევცვალოთ. დაახლოებით ისე ბავშვის დაბადებისას დიდი ტკივილი, დიდი სიხარულით რომ იცვლება. ჩვენ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ჩვენ ხუთმა ნომერმა ვიცით, როგორ შევცვალოთ ტკივილი სიხარულად. როგორ დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, როგორ შევცვალოთ და როგორ მოვიტანოთ ქვეყანაში წესრიგი და სამართლიანობა. როგორ? არც თუ ისე რთულია. ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შემოვა 10 მილიარდი ინვესტიცია. ეს, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია, თუნდაც კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში გააკეთებს. გარდა ამისა, მეგობრებო, მე ერთ კაცს ვიცნობ, ჩემი მეუღლეა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს და რომლის იქაურ კომპანიებსაც არის, რომელიც იქაური კომპანიებიც არის ბრიტანული საბაჟო და საგადასახადო ორგანოების მიერ აღიარებული დიდარ საგადასახადო გადამხდელად, რომელსაც აქვს იქაური Wealthy Business Unit-ის სიგელი. აი ეს კაცი, რომელსაც აქამდეც განხორციელებული აქვს 55 მილიონი ფუნტის სტერლინგის ინვესტიცია, ახალი ხელისუფლების პირობებში ისევ განახორციელებს ინვესტიციებს და ეს ყველაზე კარგად დაეტყობა სწორედ აქაურობას, ხაშურის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტს. დევნილებს ექნება დახმარება. საოკუპაციო ზოლის მცხოვრებლებს ყველას, უკლებლივ ყველას ექნება მთის კანონის შესაბამისი სტატუსი და ყველა იმ შეღავათის ისარგებლებენ, რაც კი ამ კანონით არის მინიჭებული. იქნება დაცულობა გაცილებით მეტი, რადგან იქნება მუდმივი პატრულირება. ჩვენს მოსწავლეებს ექნებათ 2000 ლარიანი ვაუჩერი. ჩვენ სტუდენტებს ექნებათ 4500 ლარიანი გრანტი. ჩვენს პენსიონერებს ყველას გაეზრდება პენსია. უკლებლივ ყველა ადამიანს, ჩვენს მაცხოვრებლებს გაუნახებდება წამლის მაღალი ფასები. ყველასთვის შეიქმნება ის სარწყავი სისტემა, რომელიც ახლა არ არის განსაკუთრებით ქარელისა და ხაშურის რაიონში და მოირწყვება ეს მშვენიერი და დიდებული მიწები. დევნილებს ექნებათ 200 ლარიანი დახმარება, ეს უკვე გითხარით. ყველას, ვისაც კი პროდუქცია აქვს და მოყავს, შეიძლება რომ ჩააბაროს ეს პროდუქცია იმ ახლად აშენებულ მეურნეობებში და გაზაფხულივე მიიღოს ის შემოსავალი, რომელიც საბაზრო ფასით არის განსაზღვრული და რომელიც წლიდან წლამდე უზრუნველყოფს ამ ოჯახებს. დიახ, მეგობრებო, ყველა ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი და ეს ოჯახები შექმნიან იმ ძლიერ ქვეყანას, რომელიც ყველას გვინდა. ყველაფერი ის, რაც მე ახლა მოკლედ ვთქვი და რაც ჩემს აგერ ჟურნალში თუ ბუკლეტში უფრო ფცლად წერია, ჩვენ ყველაფერი ამის შესრულება შეგვიძლია. რატომ შეგვიძლია? იმიტომ, რომ ჩვენ მიზანი გვაქვს. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს მიწას ვდარაჯობთ. იმიტომ, რომ ამაზე მეტად ჩვენ ვერაფერი აგვამღელვარებს. დიახ, მეგობრებო, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს. ჩვენ უნდა ჩვენი შვადმყოფობადი. ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. ჩვენ მიზანი გვაქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ხაშურლებო, ხაშურის რაიონის მაცხოვრებლები. აქ ხედავ ჩემი თაობის ხალხსაც, რომელმაც იცია, რომ მეც
ხაშურელი ვარ ფაქტიურად, ჩემი დედულეთი აქ არის, კერძოდ სოფელი ტეზერი, სადაც სახლი მაქვს, სადაც ჩემი ბავშვობა გამიტარებია, ჩემი შვილები, დიშვილები, შვილიშვილები ჩამოდიან, აგრძელებენ ხაშურთან, ხაშურის რაიონთან ურთიერთობას და ალბათ დაიბადება კითხვა, რატო ვარ მე აქ? მით უმეტეს გეტყვით ერთ რამის, რომ მე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაწყებიდან, რაც საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, არ ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი, არც ამჟამად ვარ. სიმართლე გითხრათ, მომავალშიც არ ვაპირებ, თუმცა წარსული ისტორიის კუთვნილება, მომავალი კიდე უფლის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თავარს გეტყვით, მე რატო ვარ აქ? მე არ ჩამოსულ ვარ პირდაპირ გეტყვით, რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. უბრალოდ მე ქალბატონ ნატო ჩხეიძეს და მის ოჯახს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ოჯახებით მეგობრობთ და ვიცი რა შეუძლია ამ ადამიანს გააკეთოს ჩვენი რაიონისთვის. ეს ჩემი ინტერესებშია, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ჩემს მშობლიურ ტეზერში იყოს გზა, იყოს წყალი, ის როგორც მთელ ხაშურში, ხაშურის რაიონის სხვა სოფლებში, იმ სოფლებში, სადაც მე ფეხით მირბენია და შემოვლია სავანის უბანი, ჩემი არის კოშკის ტეზერი და გაღმელებს ვეძახი ჩვენ მეორე ტეზერს. რუსან თუბანი, ყიფიან თუბანი, ბეკამის და ასე შემდეგ აუორელებს, სადაც ფეხით მივლია და მინდა რომ ყველგან იყოს ბედნიერება და ის სამარცხვინო მდგომარეობა, რასაც უწყლობა ქვია, უგზობა ქვია, აღმოიფხრა საერთოდ. სულს ასევე რომ იყოს ინტერნეტი ყველას ოჯახში, იმიტომ რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ თქვენს ყველა იმისეთ ონლაინ რეჟიმში გადავიდა უკვე და მინდა რომ ბავშვებს გქონდეთ იმის საშუალება, რომ განათლება მიიღონ. ეს აუცილებელი დღეს ინტერნეტი ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე ალბათ აუცილებელი, როგორც საკვები, ისე აუცილებელია ინფორმაციის წყაროა. ახლა მე მეც აღარ გავაგრძელებ და კიდევ ერთხელ მოკლედ ვიტყვი, რომ თუ გნებავთ, რომ ცვლილებები მოხდეს და აღმოიფხრას ის ყველა უარყოფითი თუ რამე არსებობს ჩვენს რაიონში, დაუჭიროთ ხარი ქალბატონ ნატო ჩხეიძეს და გააძლევთ პირობას. მე ალბათ დამეთანხმებით, რომ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილა არასდროს, არც ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის. მე იმიტომ ვარ აქ, რომ მე ვიცი მას რა შეუძლია ქალბატონ ნატოს, რა შეუძლია და რისი გაკეთება შეუძლია თავის მეუღლესთან ერთად, ბატონ ზაზასთან ერთად. ეს მე ვიცი. ამიტომაც ვარ აქ და მხარი დაუჭიროთ კიდევ ერთხელ ქალბატონ ნატოს. არ წავაგებთ ერთად. ახლა ჩემს ძირითად ფუნქციას მინდა დაუბრუნდე, პირველად ვარ სხვათა შორის ხაშურში ჩამოსული, რაღაც წინასაარჩევნო სიტყვით. თუმცა გარკვეული გამოცდილებაც გამოჩნია, 2 წელი მე CSKO-ს წევრი ვიყავი 99 წლებში, მაგრამ ჩემი საქმე არ არის საერთოდ პოლიტიკა ასე ვიცი და მოდი ამჟამად ჩემს საქმეს მიუბრუნდები და ერთ სიმღერასაც შემოგთავაზებთ. ჩვენს დაღუპულ ომში დაღუპულ გმირებს, რომლებიც ამჟამად არ არიან და მათი სოლისა იყოს. სუფრას ვინ მართავს, თებს ვისწორებ ღვთის მადლი, საქართველო მიყვარა და საქართველოს ვიცავდი, მომღავიან ბიჭები, რომ იმეტებს დიალი, სიკვდილს არ ვაპირებდი, სიჭაბუკის ხმიალი, ცოცხლო კუპლის უფლები, შავჩარჩოში ვინ გაძლებს, მე ჩემს როლს ვაზრულებდი, ჩემს საყვარელ მიწაზე, ნუ მიტირებს ნურავინ, ბედი მაინც ბედია, ჩემი თავსას დუმალი, იბერიის თებია, ჩემი ძმად ნაფიცები, ჩემს სიმღერებს გერიან,
ჩემს სიმღერებს ვერია Ica ieba Laudidea ctuneba Albat mepatieba Saxshi ar dabruleba Ravkna xmaro mitzqdeba Bedis seramineba Deda nu gamitzqreba Sadfos nu etzkineba Se ქართული სიზმარი ისევ პრეზარცივა საქართველოს სისათვის ღირდა თავის გაწირვა ნუ მიტირებს მურავინ ბედინ მაინც ბედია ჩემი ხავსა სტუმარი იბერის თებია ჩემი ძმადნა ფიცები ჩემს სიმღერებს გერიან ჩემს სიმღერებს გერიან ნუ მიტირებს მურავინ ბედინ მაინც ბედია ჩემი თავსა სტუმარი იბერის თებია ჩემი ძმათა ფიცები ჩემს სიმღერებს გერიან ჩემს სიმღერებს გერიან ჩემს სიმღერებს მეგობრებო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ დღეს აქ მობრძანებისათვის, ჩემი მხარდაჭერისათვის ახლა ამჟამად. ჩვენ ყველას ერთი საქმე გვაქვს, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, ჩვენ შევხვდებით არჩევნებში კიდევ ერთხელ და არჩევნების მერეც სულ. დიდი მადლობა. გამარჯვებით.